არსებობს უნიფორმები, რომლებიც უბრალოდ ტანსაცმელი არ არის. ზოგი მათგანი შექმნილია სიცოცხლის გადასარჩენად, სხეულის დასაცავად ან იმის საჩვენებლად, რომ ვინც მას ატარებს, დისციპლინასა და ძალაუფლებას ფლობს. ამ ვიდეოში წარმოგიდგენთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და ცნობილ უნიფორმებს. ნომერი 15. NASA-ს ტარებადი კოსმოსური ხომალდი. როდესაც ასტრონავტი გამოდის კოსმოსურ ხომალდიდან, მხოლოდ სკაფანდრი ყოფს მას სასიკვდილო კოსმოსისგან. გარეთ ჰაერი არ არის, სიცხეც და სიცივეც უკიდურესად ძლიერია და არსებობს პატარა ნამსხვრევები, რომლებიც სწრაფად დაფრინავენ. ამიტომ NASA-ს სკაფანდრი ჩვეულებრივი ტანსაცმელი არ არის. ის გავს პატარა კოსმოსურ ხომალდს, რომელსაც სხეულზე იცვამ. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სივრცეში გასვლისას იხენებენ ეგრეთ წოდებულ Extravehicular Mobility Units, ანუ EMUs. როდესაც სულადაა აწყობილი, მისი წონა დედამიწაზე შეიძლება 113 კილოგრამზე მეტი იყოს. მიკროგრავიტაციაში მისი სიმძიმე არ იგრძნობა, მაგრამ მაინც რთულია მისი მოძრაობა. ის სქელია, მყარი და შიგნით წნევაა. თუმდაც უბრალო ხელსაწყოს დაჭერა დამღლელია, როცა რამდენიმე საათია კოსმოსში მუშაობ. მანამდე სანამ ასტრონავტი სკაფანდრს ჩაიცვამს, ის ატარებს გაგრილების სპეციალურ ტანსაცმელს, რომელშიც პატარა მილიებით ცივი წყალი გადის. ეს ხელს უშლის სხეულის გადახურებას. ამის შემდეგ ასტრონავტი იცვამს შარვალს, ჩექმებს, მყარ გულმკერდის ნაწილს, სახელოებს, ხელთათმანებს, ჩაფხუტს და სიცოცხლის უზრუნველყოფის ზურგჩანთას. ზურგჩანთა აწვდის ჟანგბადს და აშორებს ნახშირორ ჟანგს. იგი აგრილებს სხეულს, აწვდის ელექტროენერგიას და ეხმარება კომუნიკაციაში. საჭიროა სკაფანდრში წნევა იყოს, რომ ასტრონავტი გადარჩეს. მაგრამ თუ წნევა ძალიან მაღალია, სკაფანდრი გამკაცრდება და მას გაუჭირდება მოხრა ან თითების მოძრაობა. ერთ-ერთი ყველაზე რთული გასაკეთებელია ხელთათმანები. მათ უნდა დაიცვან ხელი უკიდურესი ტემპერატურებისა და ნამსხვრევებისგან. მაგრამ ასტრონავტმა მაინც უნდა შეძლოს ინსტრუმენტებისა და კოსმოსური ხომალდის პატარა ნაწილების დაჭერა. ამიტომ ხელთათმანები ზუსტად ასტრონავტის ხელზე იკერება. თუ ძალიან თავისუფალია, დაჭერა რთულია, თუ ძალიან მჭიდროა, ხელი მალე დაიღლება და აქტივდება. ნებისმიერი დაზიანება სკაფანდრში სახიფათოა. თუ მასში დიდი ხელი გაჩნდება ან წნევა დაიკარგება, ასტრონავტმა დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეს ეარლოკში. არსებობს საგანგებო ჟანგბადის სისტემა, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი სარეზერვოა. 2013 წლის 16 ივლისს იტალიელმა ასტრონავტმა ლუკა პარმიჯანომ თავის მუზარადში წყლის გაჟონვა განიცადა. კოსმოსური გასეირნების დროს წყლის რაოდენობა გაიზარდა იმდენად, რომ მას გაუჭირდა დანახვა, მოსმენა და კომუნიკაცია. მიკროგრავიტაციის გამო წყალი მის სახეზე მიეკრო და არ ჩამოვარდა. სეირნობა კოსმოსში მაშინვე შეწყდა და ის უსაფრთხოდ დაბრუნდა აერლოკში. NASA-მ ეს შემთხვევა კოსმოსური გასეირნებების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ინციდენტად მიიჩნია. ამჟამინდელი EMU-ებიდან ზოგი უკვე ძველია, რადგან მათი ძირითადი დიზაინი ჯერ კიდევ Space Shuttle-ის ეპოქიდან მოდის. ბევრი ნაწილი არაერთხელ შეკეთდა და განახლდა. ამიტომ NASA და Axiom Space-ი ქმნიან უფრო ახალ სკაფანდრს, რომელსაც AXMU ეწოდება, არტემისის მთვარის მისიებისთვის. ის ისეა დაპროექტებული, რომ უფრო მარტივად მოძრაობდეს, სხვადასხვა სხეულის ტიპს მოერგოს და უკეთ გამოიყენებოდეს მთვარის რთულ პირობებში. მაგრამ მას ჯერ კიდევ ბევრი ტესტირება სჭირდება, სანამ საბოლოოდ გამოიყენებენ. დედამიწაზე უნიფორმა უბრალოდ ტანსაცმელია, მაგრამ კოსმოსში სკაფანდრი ჰაერიცაა, დაცვაც და გაგრილების სისტემაც. და ერთადერთი გზაა, რომ ასტრონავტი ცოცხალი დარჩეს. ნომერი 14. ბრიტანეთის მაღალქუდიანი დათვის ბეწვიანი გუშაკი. ბაკინგემის სასახლის გარეთ ადვილად იცნობთ ჯარისკაცებს, რომლებიც წითელ უნიფორმაში და დიდ შავ ქუდში არიან გამოწყობილი. ამას ეწოდება დათვის ბეწვის ქუდი. ბრიტანეთის სამხედროები ჯერ კიდევ იყენებენ შავი დათვის ნამდვილი ბეწვს. მიუხედავად იმისა, რომ მას დიდი ხანია ეწინააღმდეგებიან ის ჯგუფები, რომლებიც სურთ მისი სინთეტიკური მასალის ჩანაცვლება, ის ბრიტანეთის ქვეითი გვარდიის უნიფორმის ნაწილი გახდა. 1815 წელს ვატერლოოს ბრძოლის შემდეგ გრენადერთა გვარდიამ ეს სტილი ფრანგული იმპერიული გვარდიისგან აიღო და მოგვიანებით ის სხვა ქვეითმა გვარდიებად გამოიყენეს. მისი სიმაღლე თითქმის 18 ინჩს აღწევს, მისი ტარება მძიმე და ცხელია, განსაკუთრებით ზაფხულში, მას არ აქვს ტყვიებისგან დაცვა და არ გამოიყენება ნამდვილი ბრძოლის დროს. მისი მთავარი დანიშნულება ტრადიცია და იდენტობაა. ის ასევე აძლევს ჯარისკაცთა რიგებს უფრო მაღალსა და საშიშ იერსახეს. მაგრამ ისინი ამას რო ატარებენ, ისინი მსახიობები არ არიან, ისინი ბრიტანეთის არმიის ნამდვილი ჯარისკაცები არიან. აქ შედიან გრენადიორთა გვარდია, კოლსტრემის გვარდია, შოტლანდიელი გვარდიელები, ირლანდიელი გვარდიელები და უელსელი გვარდიელები. ისინი გაწვრთნილნი არიან როგორც ქვეითი ჯარისკაცები და შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სამხედრო ოპერაციებში, არა მხოლოდ სასახლის დაცვაში. როდესაც ისინი მორიგეობაზე არიან, ფხიზლად და დისციპლინირებულად უნდა დარჩნენ. მათ არ აქვთ უფლება უბრალოდ იცინონ, ილაპარაკონ ან რეაგირება მოახდინონ ტურისტებზე, რომლებიც აწუხებენ მათ.
მაგრამ სიმართლეს არ შეესაბამება, რომ მათ მოძრაობა ეკრძალებათ. მათ შეუძლიათ იარონ მარშით, გაფრთხილება გასცენ და იმოქმედონ, როდესაც არსებობს საფრთხე, ან ვინმე ხელს უშლის მათ მოვალეობას. მათ ასევე უწევთ დიდხანს დგომის, მძიმე უნიფორმის ტარების, სიცხის, სიცივის, წვიმისა და ბევრი ადამიანის ყურადღების ატანი. ამიტომ ბიდი შავი ქუდი მხოლოდ დეკორაცია არ არის. ეს არის 200 წელზე მეტი სამხედრო ტრადიციის სიმბოლო. ასევე ეს არის იმ დისციპლინის სიმბოლო, რომელსაც ფლობენ ჯარისკაცები, მზადყოფნაში, ცერემონიალური მოვალეობის ან ნამდვილი ოპერაციის შესასრულებლად. ნომერი 13 საიდუმლო სამსახურის ფარული დამცავი კოსტიუმი. როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტს საჯარო ღონისძიებაზე ხედავთ, ჩვეულებრივ მის გარშემო მყოფი მამაკაცები მუქ კოსტიუმებში არიან გამოწყობილნი. ისინი ბიზნესმენებს ან ჩვეულებრივ სახელმწიფო მოხელეებს გვანან, მაგრამ სინამდვილეში ისინი შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის სპეციალური აგენტები არიან. მათი კოსტიუმი მხოლოდ იმისთვის არ არის, რომ ფორმალურად გამოიყურებოდნენ. მას უნდა დამალოს მათი უსაფრთხოების ახტურვილობა, ხოლო ამავე დროს მისცეს საშუალება ირბინონ, იბრძოლონ და დაიცონ ის ადამიანი, რომელსაც იცავენ. საიდუმლო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი სამუშაოა პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის, მათი ოჯახების, ყოფილი პრეზიდენტების და სტუმრად ჩამოსული უცხოელი ლიდერების დაცვა. ისინი ასევე უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას დიდ ღონისძიებებზე, რომლებიც შეიძლება თავდასხმის სამიზნე გახდეს. როდესაც დაცვის მოვალეობაზე არიან, აგენტებმა არ უნდა მიიქციონ ზედმეტი ყურადღება. ისინი უნდა იყვნენ პრეზიდენტთან ახლოს, მაგრამ არ უნდა დაფარონ მთელი ღონისძიება ან ხალხის ჩვეულებრივ გადაადგილებას ხელი შეუშალონ. ამიტომაც ისინი ხშირად ატარებენ მუქ კოსტიუმს, თეთრ პერანგს, უბრალო ჰალსტუხს და გაპრიალებულ ფეხსაცმელს. ეს პროფესიონალურად გამოიყურება და შეეფერება ისეთ ადგილებს, როგორიცაა თეთრი სახლი, სამთავრობო შენობები, სასტუმროები, აეროპორტები და დიპლომატიური შეხვედრები. მაგრამ ის განსხვავებულია ჩვეულებრივი საქმიანი კოსტიუმისგან. პიჯაკს უნდა კონდეს საკმარისი ადგილი ჯავშანჟილეტისთვის, საკომუნიკაციო აღჭურვილობისთვის და სხვა ნივთებისთვის. არ უნდა იყოს შესამჩნევი, რომ ქვეშ ნამე დამალულია, მაგრამ ასევე საჭიროა, რომ ადვილად გაიხსნას გადაუდებელ სიტუაციაში. ხრისა და მკლავის ნაწილი ოდნავ უფრო თავისუფალია. ეს მნიშვნელოვანია, რადგან აგენტს შეიძლება დასჭირდეს ხელების აწევა, იმ ადამიანის გამოკარჩვა, რომელსაც იცავს, ან მისი სხეულით დაფარო. ასევე საჭიროა, რომ მისი ფეხები თავისუფლად მოძრაობდეს. ამიტომ არ შეიძლება ძალიან ვიწრო იყოს. შარვალი. მან უნდა შეძლოს სწრაფად სირბილი, დახრა, ხტომა ან ჭიდაობა, ისე რომ ტანსაცმელი არ გაიხეს. ფეხსაცმელიც მნიშვნელოვანია. ის ჩვეულებრივ კლასიკურ ფეხსაცმელს გავს, მაგრამ უნდა იყოს კომფორტული და კარგად ეჭიდებოდეს იატაკს. აგენტს შეუძლია ირბინოს გლუვ მარმარილოზე, სველ გზაზე, ბალახზე, კიბეზე ან ფხვიერ მიწაზე. Secret Service-ის აგენტზე კიდევ ერთი ადვილად შესამჩნევი რამ არის. პატარა ყურსასმენი მის ყურში. ის დაკავშირებულია დაცული საკომუნიკაციო სისტემასთან, რომელსაც მთელი დაცვის გუნდი იყენებს. ამის საშუალებით ისინი სწრაფად აზიარებენ ინფორმაციას, თუ სად მიდის პრეზიდენტი, თუ არის საეჭვო ადამიანი, ან თუ საჭიროა მარშრუტის შეცვლა. მაგრამ დაცვას მხოლოდ პრეზიდენტის გვერდით ყოფი აგენტები არ უზრუნველყოფენ. სანამ დასაცავი პირი მოვა, სხვა გუნდი უკვე ამოწმებს მთელ ტერიტორიას. ისინი ამოწმებენ შესასვლელებს, გამოსასვლელებს, სახურავებს, ახლომდებარე შენობებს, შესაძლო ევაკუაციის მარშრუტებს და ადგილებს, სადაც თავდამსხმელს შეუძლია დამალვა. ისინი ასევე თანამშრომლობენ ადგილობრივ პოლიციასთან, სასტრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებთან, ასაფეთქებელი ნივთიერებების სპეციალისტებთან და სხვა უსაფრთხოების დანაყოფებთან. ზოგი აგენტი ბრბოშია, ზოგი მანქანას აკვირდება, ზოგი გარემოს ამოწმებს, ზოგი ამზადებს ალტერნატიულ მარშრუტს, თუ პრეზიდენტის სასწრაფოდ გაყვანა და ხდება საჭირო. ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტის გვერდით ხიული აგენტები მხოლოდ მცირე ნაწილია, უფრო დიდი უსაფრთხოების ოპერაციისა. Secret Service-ის მომზადება ძალიან მკაცრია, სპეცაგენტები იარაღის გამოყენებაში არიან გაცურთხილნები, ფიზიკური დაცვა, საგანგებო რეაგირება, მართვა, გამოძიება და სამედიცინო დახმარება. მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება მაშინვე, მიუხედავად იმისა, რომ გარემო არეულია და არ არის ნათელი, საიდან მოდის საფრთხე. თავიანთი წვრთნების დროს ისინი მრავალჯერ იმეორებენ სხვადასხვა თავდასხმის სცენარს. როდესაც სროლის ხმა ისმის ან ვიღაც მოულოდნელად მიიჭრება, თითოეულ აგენტს უნდა იცოდეს რა უნდა გააკეთოს. ზოგი შეაჩერებს შესაძლო თავდამსხმელს, ზოგი კი პრეზიდენტს დაუფაროს. ვიღაც მას მანქანამდე მიაცილებს ან უსაფრთხო ადგილას გადაიყვანს. მათ არ შეუძლიათ ერთდროულად ერთი და იგივე გააკეთონ. თითოეულს თავისი კონკრეტული როლი აქვს. მნიშვნელოვანია ასევე ეგრეთ წოდებული დამცავი ფორმაცია. ეს არის აგენტების განლაგება იმ ადამიანის გარშემო, რომელსაც იცავენ. ეს იცვლება ადგილის, ხალხის რაოდენობისა და ღონისძიების ტიპის მიხედვით. ფორმაცია უფრო მჭიდროა, როდესაც დიდ ბრბოში გადიან. უფრო თავისუფალია, როცა კონტროლირებად ადგილას არიან. ისინი ყოველთვის აკვირდებიან ხალხის ხელებს, ბრბოს მოძრაობას, ღია ფანჯარა და ნებისმიერი რამ, რაც არ არის თავის ადგილზე.
როცა ნამდვილი საფრთხეა, მთავარი მიზანია დიდხანს არ იბრძოლ. მათი პირველი ამოცანაა დაუყოვნებლივ გაიყვანონ ადამიანი, რომელსაც იცავენ. აგენტები შეიძლება სხეულით დაფარონ იგი, მოათავსებენ მას ჯავშან მანქანაში და გადაიყვანენ უსაფრთხო ადგილას. ნომერი 12. ტარებადი ღრმა ზღვის წყალქვეშა ნავი. რაც უფრო ღრმად ჩაყვინთავ, მით უფრო ძლიერია წყლის წნევა. ზღვის ძალიან ღრმა ნაწილებში წნევას შეუძლია გაანადგუროს ჩვეულებრივი აღჭურვილობა. ეს ასევე საშიშია ადამიანის სხეულისთვის, რადგან ზემოქმედებს ფილტვებზე, სისხლზე და ნერვულ სისტემაზე. აქ გამოიყენება ატმოსფერული საყვინთი კოსტიუმი, ანუ ADS. იგი გავს დიდ მეტალის რობოტს, მაგრამ შიგნით ადამიანი ზის. ეს პატარა წყალქვეშა ნავის მსგავსია, რომელიც ადამიანის სხეულის ფორმისაა. იგი არ გავს ჩვეულებრივ აკვალანგის კოსტიუმს. ჩვეულებრივ ღრმა წყალქვეშა ყვინთვისას მყვინთავი სუნთქავს აირს, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გარშემო წყლის წნევას. რაც უფრო ღრმად ჩადის, მით უფრო იზრდება წნევა, რომელსაც მისი სხეული განიცდის. ამის გამო მას არ შეუძლია უბრალოდ სწრაფად ამოვიდეს ზედაპირზე. მას სჭირდება შეჩერება სხვადასხვა სიღრმეზე, რათა ნელ-ნელა გამოვიდეს მისი სხეულიდან ის აირები, რომლებიც მის სისხლსა და ქსოვილებში გაიხსნა. ამას დეკომპრესიულ გაჩერებებს უწოდებენ. თუ ძალიან სწრაფად ამოვა ზედაპირზე, შეიძლება განვითარდეს დეკომპრესიის დაავადება. ეს შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ტკივილი, პარალიზება, ტვინის დაზიანება და სიკვდილი. ატმოსფერული საყვინთი კოსტიუმი განსხვავებულია. ის ინარჩუნებს შიგნით წნევას, რომელიც თითქმის იგივეა, როგორც ზღვის ზედაპირზე არსებული ნორმალური წნევა. თუნდაც გარეთ წნევა ძალიან მაღალი იყოს, მყვინთავი ამას პირდაპირ ვერ გრძნობს. რადგან მისი სხეული არ ექვემდებარება მაღალ წნევას, მას არ სჭირდება ხანგრძლივი დეკომპრესიის გაჩერებები, რაც ჩვეულებრივ ღრმა ზღვის მყვინთავებს სჭირდებათ. ზოგ მოდელში ADS შეუძლია მიაღწიოს დაახლოებით 2000 ფუტს, ანუ 600 მეტრზე მეტს. ამავე სისტემას იყენებდა შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტიც, რათა ოპერატორს ასეთ სიღრმეზე მუშაობა შეეძლოს და ერთი ატმოსფერული წნევის პირობებში დარჩეს. კოსტიუმი ძალიან მძიმეა ხმელეთზე. ზოგი მოდელი შეიძლება ასობით ფუნტს იწონიდეს. ჩვეულებრივ ადამიანს მისი აწევა ან სიარული არ შეუძლია. საჭიროა ამწე ან სპეციალური აღჭურვილობა, რომ ის გემიდან წყალში ჩამოსციონ. მაგრამ როცა უკვე ჩაძირულია, ტივტივობა კოსტიუმს ეხმარება. მისი წონა ისე არის მორგებული, რომ არც ძალიან სწრაფად ჩაიძიროს და არც ზედაპირზე ამოტივტივდეს. მისი კორპუსი დამზადებულია მტკიცე ლითონისგან ან კომპოზიტური მასალისგან. კერძზე, თავზე, ხელებსა და ფეხებზე აქვს სქელი ნაწილი, რათა გაუძლოს გარედან ძალიან ძლიერ წნევას. წინა მხარეს აქვს პატარა სანახავი ფანჯრები, რომ ყვინთავმა დაინახოს. მისი ხედვა შეზღუდულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა წყალი ბნელია ან ტალახია. ამიტომ აქვს ასევე ძლიერი განათებები და ზოგჯერ კამერებიც, რომლებიც ვიდეოს აგზავნის გემზე მყოფ დამხმარე ჯგუფთან. ADS-ის სხეული არ არის მოქნილი, როგორც ჩვეულებრივი დაივინგის კოსტიუმი. მას აქვს მექანიკური სახსრები მხარზე, იდაკუზე, მაჯაზე, თეძოზე და მუხზე. ეს საშუალებას აძლევს მკვინთავს, რომ ამოძრაოს თავისი ხელები და ფეხები ისე, რომ წყლის წნევა არ შედის შიგნით. თუმცა მოძრაობა ნელი და მძიმეა. ის არ ცურავს როგორც სკუბა მკვინთავი, უფრო გავს ოპერატორს, რომელიც შიგნიდან მართავს პატარა მანქანას. არსებობს მოდელები, რომლებიც იყენებენ ამძრავებს წყალში გადაადგილებისთვის, სხვა სამუშაოებში სკაფანდრი პირდაპირ იმ ადგილთან ახლოს ჩამოაქვთ, სადაც ინსპექცია საჭირო. ხელების ბოლოს შეიძლება იყოს სპეციალური მექანიკური ხელები ან ინსტრუმენტები. ეს გამოიყენება კაბელის დასაჭერად, სარქვის დასახურად, აღჭურვილობის დასამაგრებლად, ნიმუშის ასაღებად ან შეკეთების ჩასატარებლად. ეს ვერ ასრულებს ყველაფერს, რასაც ადამიანის ხელი შეძლებს, მაგრამ საკმარისია იმ სამუშაოებისთვის, რომლებიც ძალიან ღრმაა და საშიშია ჩვეულებრივი მკვინთავისთვის. ADS აქვს საკუთარი სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემა. ის აწვდის აერს და აშორებს ნახშირ ორჟანგს, რომელსაც მკვინთავი გამოყოფს. ის ასევე აკონტროლებს შიგნით ტემპერატურასა და ტენიანობას, რათა მკვინთავი არ გაიყინოს, არ გადახურდეს ან არ გაუჭირდეს სუნთქვა. ის მუდმივად უკავშირდება ზედაპირზე მყოფ ხარდამჭერ ჯგუფს. თუფი აკვირდება სიღრმეს, მოძრაობას, სკაფანდრის მდგომარეობას, ჰაერის მარაგს და სხვა მნიშვნელოვან სისტემებს. ჩვეულებრივ ის ასევე დაკავშირებულია გემთან კაბელის ან ბაგირის საშუალებით. ეს შეიძლება უზრუნველყოფდეს კომუნიკაციას, ელექტროენერგიას და საშუალებას აძლევს სკაფანდრის ჩასვლასა და ამოყვანას. ატმოსფერული მკვინთავის სკაფანდრი გამოიყენება სამხედრო მკვინთავობაში, წყალქვეშა გემების გადარჩენაში, ოფშორულ ნავთობისა და გაზის ოპერაციებში, ინსპექციასა და წყალქვეშა შეკეთებაში. როდესაც წყალქვეშა გემში ან წყალქვეშა სტრუქტურაში პრობლემა ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს ჰქონდეს საშუალება მივიდეს ადგილზე ისე, რომ არ აღმოჩნდეს იგივე წნევის ქვეშ, როგორც გარემო. მაგრამ ADS-საც აქვს ნაკლოვანებები. ის დიდია, ძვირია, რთულია ტრანსპორტირება და სჭირდება სრული დამხმარე ეკიპაჟი. ოპერატორის მოძრაობაც შეზღუდულია.
აშშ-ში საზღვაო ძალების მიხედვით ძველი ADS ძიმე და ნაკლებად მანევრირებადია. ამიტომ ისინი ქმნიან ახალ სისტემებს, რომლებიც უფრო სისტემურია და უფრო მარტივი გამოსაკენებელია. თუ დაზიანდება სახსარი, ენერგოსისტემა, კომუნიკაცია ან კაბელი, უკვინთავი შეიძლება ძალიან ღრმა წყალში აღმოჩნდეს გაჭედილი. ამიტომ გამოყენებამდე ყურადღებით ამოწმებენ თითოეულ ბეჭედს, სარქველს, სახსარს, კაბელს და სიცოცხლის უზრუნველყოფის კომპონენტს. კოსტიუმის შიგნით მკვინ თავი გარედან ზეწოლას პირდაპირ ვერ გრძნობს, მაგრამ მან იცის, რომ მხოლოდ რამდენიმე დიუმი გამძლე მასალაა მასსა და ზღვას შორის, რომელსაც ადამიანის სხეულის დამსხვრევა შეუძლია. ამიტომ ეს ნამდვილად არ არის უბრალო მკვინ თავის კოსტიუმი. ეს არის ერთი ადამიანისთვის განკუთვნილი წნევის კონტეინერი, პატარა წყალქვეშა ნავი, რომელსაც სხეულზე იცვამენ. ნომერი 11. სნაიპერის გაუჩინარებადი გილი კოსტიუმი. საბრძოლო ველზე ყოველთვის ყველაზე სქელი ჯავშანი არ არის ყველაზე ეფექტური დაცვა. ზოგჯერ უფრო უსაფრთხოა ჯარისკაცი, რომელიც უხილავია. ეს არის გილი კოსტიუმის მიზანი. ეს არის კამუფლაჟის ტანსაცმელი, რომელსაც იყენებენ სნაიპერები, სადაზვერვო ჯარისკაცები და სხვა სამხედრო პერსონალი, რომლებსაც დამალვა სჭირდებათ დაგვირვებისას. ეს არ ხდის ადამიანს ნამდვილად უხილავს, მაგრამ თუ სწორად არის გაკეთებული და გამოყენებული, ადამიანი შეიძლება ბალახად, მცენარედ, მიწად ან გარემოს ნაწილად მიიღონ. ჩვეულებრივი სამხედრო კამუფლაჟი იყენებს ფერსა და ნიმუშს გარემოსთან შესატყვისად. გილი კოსტიუმი კი კიდევ უფრო შორს მიდის. ის ცვლის სხეულის ფორმას თავად. ადამიანის თვალისთვის ადვილია მრგვალი თავის, სწორი მხრების, ორი ხელისა და სიმეტრიული სხეულის ამოცნობა. თუნდაც ტანსაცმლისა და გარემოს ფერი ერთნაირი იყოს, ადამიანის მკვეთრი კონტური მაინც შესამჩნევია. ამიტომაც ამატებენ გილი კოსტიუმს, არეულ ნაჭრებს, ბადის ბოჭკოებს და სხვა მასალებს. ეს ფარავს თავის ფორმას და არღვევს მხრების სწორ ხაზს. რადგან ადამიანის ფორმა აღარ არის მკაფიო, მისი შემჩნევა უფრო რთულია. მხოლოდ მზაგილი კოსტიუმის ყიდვა საკმარისი არ არის. მისი შეცვლა საჭიროა მისიის ადგილის მიხედვით. სხვადასხვა კოსტიუმია საჭირო მშრალი ბალახისთვის, სქელი ტყისთვის, თოვლიან რელიეფზე, ბალახიან ადგილას და ურბანულ გარემოში. ჩვეულებრივ არის საბაზისო უნიფორმა ან მსუბუქი ტანსაცმელი. მას ამატებენ ბადეს, ჯუტას, სინთეტიკურ ბოჭკოებს, თოკებს და სხვა კამუფლაჟის მასალებს. ასევე გამოიყენება ცეცხლგამძლე მასალები, რადგან ძველი ჯუტა ან მშრალი მცენარეები ადვილად შეიძლება აალდეს. შეერთებული შტატების არმიამ ასევე შექმნა კომპლექტები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას გილი კოსტიუმის შექმნის, შეკეთებისა და მოდიფიცირებისას, კლიმატისა და მისიის მიხედვით. როდესაც ადგილზე მიდიან, მას კიდევ უმატებენ ბუნებრივ მცენარეებს, როგორიცაა ბალახი, ფოთლები, პატარა ტოტები და სხვა მცენარეები მიმდებარე ტერიტორიიდან. მნიშვნელოვანია, რომ თავად იმ ადგილიდან აიღონ ახალი მცენარეები. თუ გილის სუდზე სხვა სახეობის ან ფერის მცენარეები იქნება მიმაგრებული, სნაიპერი კიდევ უფრო შესამჩნევი გახდება. ასევე არ უნდა გადააჭარბოთ დამატებულ მცენარეებს. თუ ფოთლები და ტოტები ძალიან სქელი იქნება, სუთი მძიმე გახდება და ვინც მას ატარებს, მოძრაობა გაუჭირდება. ასევე შეიძლება მცენარეებზე მიეკრას და ხმაური გამოიწვიოს. ამიტომ საჭიროა ბალანსი. საჭიროა სხეულის მოხაზულობა დაირღვეს, მაგრამ არ უნდა დაიკარგოს ცოცვისა და აღჭურვილობის გამოყენების უნარი. მცენარეულობასაც ცვლიან დროთა განმავლობაში, ახალი ფოთლები ჩქნება და ფერსი ცვლის. როდესაც კოსტიუმზე მიმაგრებული ფოთლები ყავისფერია, მაგრამ გარემო მწვანეა, განსხვავება ადვილად შესამჩნევია. თუნდაც შაშხანა და სხვა აღჭურვილობა უნდა იყოს კამუფლირებული. დამალულ სხეულს აზრი არ აქვს, თუ შაშხანის ლულის სწორი და მუქი ფორმა მაინც ჩანს. ამიტომ მასაც ადებენ კამუფლაჟის მასალას, მაგრამ არ უნდა დაიფაროს ოპტიკა, მოძრავი ნაწილები ან ლულა. სახე და ხელებით ძალიან მნიშვნელოვანია. თუნდაც კანის პატარა ნაწილი ჩანდეს, ის შეიძლება სინათლეს ასახავდეს. ამიტომ სნაიპერი იყენებს სახის საღებავს, ხელფათმანებს, საფარს ან ბადეს, რათა შეამციროს კანის ბზინვარება. მაგრამ თუნდაც კოსტიუმი იდეალური იყოს, ის არ იმუშავებს, თუ მას ვინც ატარებს, არასწორად იმოძრავებს. თვალისთვის უფრო ადვილია მოძრავი ობიექტის შემჩნევა, ვიდრე უძრავის, რავის. ამიტომ სნაიპერი ნელა მოძრაობს, ის უბრალოდ არ დგება ან სწრაფად არ წოცავს, ის ცოტას მოძრაობს, ჩერდება, აკვირდება და შემდეგ ისევ აგრძელებს მოძრაობას. ასეთ წოდებულ მიპარვის ვარჯიშზე სნაიპერმა უნდა მიუახლოვდეს სადამკვირვებლო ზონას ისე, რომ ინსტრუქტორებმა ვერ დაინახონ. ინსტრუქტორები იყენებენ ბურბინდებს და სხვა ოპტიკურ მოწყობილობებს მის საპოვნელად. ისინი იციან, რომ სნაიპერი მოდის, მაგრამ თუ მას კარგი კამუფლაჟი და მოძრაობა აქვს, ინსტრუქტორებს მაინც შეიძლება გაუჭირდეთ მისი დანახვა. შეერთებული შტატების არმია ასწავლის, რომ სნაიპერმა უნდა გამოიყენოს გარშემო არსებული მცენარეულობა, ჭრდილები, საფარი და ნელი მოძრაობა, რათა შეუმჩნეველი დარჩეს. ის უბრალოდ არ გადის ღია ადგილას. ის ირჩევს ფონს, რომელიც მის ფორმას შეესაბამება. ის ბორცვის წვერზე სილუეტად გამოჩენას ერიდებ, რადგან სხეულის ფორმის დანახვა ადვილია. ჩოცა ნათელი ცის ფონზედ გახარ.
ის ასევე თავიდან იცილებს ბალახისა და ტოტების უეცარ მოძრაობას. როცა მცენარე მოძრაობს, მაშინაც კი როცა ქარი არ არის, დამკვირვებელს ეს შეიძლება შეამჩნიოს. ამიტომ ის ფრთხილად ამოძრავებს სხეულს, რომ გარშემო არაფერი შეირხეს. მაშინაც კი სინათლეს ყურადღება უნდა მიექცეს. შესაძლებელია, რომ ოპტიკურმა სამიზნემ, ბინოკლმა, საათმა, კანმა ან ლითონის აღჭურვილობამ აირეკლოს სხივი, როცა მზის შუქი მოხდება. მცირე ანარეკლიც კი შეიძლება გამოავლინოს მისი მდებარეობა. მას ასევე უნდა აკონტროლოს ხმა, ქსოვილის შრიალი, აღჭურვილობის შეჯახება, ტოტის მოჭრა ან ხმამაღალი სუნთქვა შეიძლება გაიგონოს, როცა ირგვლივ სიჩუმეა. ფიზიკური და მენტალური გამოწვევებიც დიდია დილი კოსტიუმის გამოყენებისას. ის ძალიან ცხელია, რადგან სქელია და ბევრი მასალა აქვს მიმაგრებული. ასევე შეიძლება შიგნით შევიდეს ტალახი, წყალი, მთვერი და მწერები. ზოგჯერ სნაიპერს ერთ პოზიციაზე საათობით დარჩენა უწევს. მას არ შეუძლია უბრალოდ ადგეს, როცა ფეხი გაუბუჟდება. ასევე ვერ შეძლებს სწრაფად მოიფხანოს თუ სახეზე მწერი დაუდის. თუნდაც მცირე მოძრაობა შეიძლება შეამჩნიოს იმ ადამიანმა, ვინც მას ეძებს, მაგრამ მხოლოდ დამალვა არ არის ხანგრძლივი პოზიციის დაკავების მიზანი. მას ასევე სჭირდება დაკვირვება, ინფორმაციის შეგროვება, ტრის მდებარეობის განსაზღვრა და დანახულის თავის დანაყოფისთვის გადაცემა. ზოგიერთ მისიაში ინფორმაცია, რომელსაც ის მიიღებს, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თოფის სროლა. ამიტომ მოთმინება, მეხსიერება, კომუნიკაცია და სწორი გადაწყვეტილების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. გილი კოსტიუმი მხოლოდ ინსტრუმენტია. ის ავტომატურად არ მალავს ადამიანს. თუ ფერი, მოძრაობა, ფონი, განათება ან პოზიცია არასწორია, მას მაინც იპოვიან. მაგრამ როცა სწორ კოსტიუმს, სწორ რელიეფს და ძლიერ დისციპლინას აერთიანებ, შეიძლება ადამიანი პირდაპირ სნაიპერის მიმართულებით იყურებოდეს და მაინც ვერ შეამჩნიოს, რომ იქვინმე. ფელსიაში არის უნიფორმები, რომლებიც ავტორიტეტს გამოხატავენ. უნიფორმები, რომლებიც ცეცხლის, აფეთქების, კოსმოსისა და ღრმა ზღვისგან იცავენ. მაგრამ გილის კოსტიუმი განსაკუთრებულია. ეს არაჩვენებს, რომ მისი მატარებელი ძლიერია. მისი ნამდვილი ძალა იმაშია, რომ ადამიანის ფორმას აკრობს. მისი მოძრაობა დამალოს და თავად გარემოს ნაწილად აქციოს. თუ სწორად მუშაობს, არც ერთი ჯარისკაცი ვერ შეამჩნევს მას. უბრალოდ ბალახი, მიწა და გარემოს მშვიდი ნაწილი, რომელსაც მტერი ვერ ხვდება, რომ უკვე აკვირდება. ნომერი 10. ბომბის ტექნიკოსის უკანასკნელი დაცვა, როდესაც ბომბს პოულობენ, ყველა შორს მის. მაგრამ ბომბის ტექნიკოსი უნდა მიუახლოვდეს. მას აცვია EOD-ის კოსტიუმი, რომელიც შეიძლება 80 ფუნტზე მეტს იწონიდეს. ის დაფარულია გამძლე მასალებით და აქვს ჩაფხუტი, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ შეამციროს დაზიანება ნამსხვრევებისგან, ცეცხლისგან და აფეთქების ნევისგან. მაგრამ ეს სრულ დაცვას არ იძლევა. მას შეუძლია შეაჩეროს ან შეამციროს აფეთქებისას გაფრენილი ლითონის ნამსხვრევების ზემოქმედება. მაგრამ თუ ბომბი პირდაპირ ტექნიკოსის ფეხებთან აფეთქდება, შეიძლება კოსტიუმმა აფეთქების ძალას ვერ გაუძლოს. იმის გამო, რომ მძიმეა, ცხელია და ხედვა შეზღუდულია, თითოეული ნაბიჯი ნელი და ფრთხილია. ისინი ჯერ რობოტებს და სხვა ხელსაწყოებს იყენებენ, როცა ეს შესაძლებელია. მაგრამ არის შემთხვევები, როცა მაინც ადამიანს უწევს მიუახლოვდეს ბომბს, რათა შეამოწმოს ან გააუნებელყოს იგი. ამიტომ EOD კოსტიუმი უსაფრთხოების გარანტიას არ იძლევა. ეს არის ბოლო დაცვა იმ ადამიანისათვის, ვინც საფრთხეს უახლოვდება, მაშინ როცა ყველა სხვას აშორებენ. ნომერი 9. შვეიცარიელი გვარდიელების რენესანსის უნიფორმა, შვეიცარიელი გვარდიელების ფერადი უნიფორმა, ვატიკანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. მას აქვს ლურჯი, წითელი და ყვითელი ფერები. ფუშფუშა სახელოები, ზოლიანი შარვლები, თეთრი პალტო, ფერადი ბერეტი, ხელთათმანები, ქამარი და ცერემონიული მახვილი. თითოეული უნიფორმა სპეციალურად იკერება, რათა იდეალურად მოერგოს მის მფლობელს. მიუხედავად იმისა, რომ ეს უნიფორმა რენესანსის ეპოქიდან ჩანს, ის უბრალო კოსტუმი არ არის. მისი თანამედროვე დიზაინი მე-20 საუკუნის დასაწყისში განახლდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფორმა უფრო ძველ ევროპულ სამხედრო ტანსაცმელზეა დაფუძნებული, შვეიცარიის გვარდიელები მსახიობები არ არიან. ისინი შვეიცარიელი გაწვრთნილი ჯარისკაცები არიან, რომლებიც პაპს, მის რეზიდენციას და ვატიკანის მნიშვნელოვან ნაწილებს იცავენ. ცერემონიული უნიფორმა სქელია და ნაკლებად პრაქტიკული, მაგრამ მისი მიზანი ნათელია. ის აჩვენებს ტრადიციას, რომელიც 1506 წელს დაიწყო და მათ მოვალეობას დაიცვან კათოლიკური ეკლესიის ლიდერი. ნომერი 8. პაპის თეთრი კასოკი ვატიკანის ცერემონიებზე პაპი ადვილად საცნობია თავისი თეთრი კასოკით. ჩვეულებრივ მას ახლავს თეთრი ქამარი და პატარა თეთრი ქუდი, რომელსაც ზუკეტო ეწოდებს. თეთრი სამოსი მისი როლის ნათელი სიმბოლოა, როგორც კათოლიკური ეკლესიის ლიდერის. კონკლავის დაწყებამდე ვატიკანის მკერავი ამზადებს სხვადასხვა ზომის თეთრ კასოკებს. როდესაც ახალი პაპი აირჩევა, მას მიჰყავთ პატარა ოთახში სიქსტის კაპელასთან ახლოს, რომელიც ცნობილია როგორც ცრემლების ოთახი. იქ პირველად იცვამს თეთრ კასოკს, სანამ წმინდა პეტრეს მოედანზე მყოფ ხალხს წარუდგება.
ის კონკლავში, წითელ სამოსში, როგორც კარდინალი შედის, მაგრამ გამოდის თეთრებში, როგორც ახალი პაპი. უბრალო სამოსის შეცვლით თელ მსოფლიოს უჩვენებენ, რომ ეკლესიას ახალი ლიდერი ჰყავს. ნომერი 7. შეფის დამცავი თეთრი ჟაკეტი. ტრადიციული შეფის ჟაკეტის თითქმის ყველა ნაწილი პრაქტიკული დანიშნულებისაა. ის თეთრია, რადგან ადვილად ჩანს თუ ტანსაცმელი დაბინძურებულია. ეს მნიშვნელოვანია სამზარეულოში, სადაც სისუფთავეზე მუდმივი ყურადღებაა საჭირო. ჟაკეტი ორბორტიანიცაა. თუ წინა ნაწილი დაისვრება, შესაძლებელია უფრო სუფთა მხარე, მეორე პანელი, ზემოდან გადააფარო. სქელი ქსოვილიც დამატებით დაცვას უზრუნველყოფს სიცხის, ორთქლისა და ცხელი სითხეებისგან. ტრადიციულად ასევე იყენებენ ნასკვიანი ქსოვილის ღილებს. ის არ დნება და არ ცხელდება ისე ადვილად, როგორც ზოგიერთი მეტალის ან პლასტმასის ღილი. ასევე შესაძლებელია ჟაკეტის სწრაფად გახსნა, თუ მასზე ცხელი ზეთი ან წყალი დაიქცევა. ამიტომ შეფის ჟაკეტი მხოლოდ პროფესიონალურად შესახედავად არ არის განკუთვნილი. ის შექმნილია სისუფთავისთვის, დაცვისთვის და სწრაფი მუშაობისთვის ცხელ და დატვირთულ სამზარეულოში. ნომერი 6. ბრიტანეთის ტრადიციული სასამართლოს პარიკი, ინგლისსა და უელსის ზოგიერთ სასამართლოში, მოსამართლეები და ბარისტერები კვლავ ატარებენ თეთრ პარიკებს, განსაკუთრებით სისხლის სამართლის სამართლის საქმეებში. ეს ტრადიცია დაიწყო მე-17 საუკუნეში, როცა პარიკი მოდაში იყო მდიდრებსა და პროფესიონალებში. მოგვიანებით ეს მოდა გაქა. თუმცა ეს ტრადიცია დარჩა იურიდიულ პროფესიაში, როგორც სასამართლოს ავტორიტეტის, გამოცდილებისა და სამართლიანობის სიმბოლო. იურიდიული პარიკები, როგორც წესი, ცხენის ძუისგან მზადდება და ხელით ყალიბდება. არსებობს მოკლე პარიკი ჩვეულებრივი სასამართლოს სტომებისთვის და უფრო გრძელი ცერემონიალური ღონისძიებებისთვის. თუმცა ეს აღარ გამოიყენება ყველა შემთხვევაში. ბევრ სამოქალაქო და საოჯახო პროცესზე მოსამართლეები აღარ ატარებენ პარიკს. მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოყენება შემცირდა, ის მაინც რჩება ბრიტანეთის სასამართლოების ასობით წლიანი ტრადიციის ნაწილად. ნომერი 5. ავიახაზების კაპიტნის 4 ზოლი ადვილად შეიძლება ამოიცნოთ. ავიახაზების პილოტი მისი მუქი პიჯაკით, თეთრი ფერანგით, ფორმის პნგით, ფორმის ქუდით და ზოლებით, ხარზე ან სახელოზე. ეს დიზაინი პოპულარული გახდა მე-20 საუკუნეში და აღებულია საზღვაო ოფიცრების უნიფორმიდან. მისი მიზანია ფრენის ეკიპაჟის პროფესიონალურად და ადვილად ამოსაცნობად ქცევა. ბევრ ავიახაზში კაპიტანს 4 ზოლი აქვს, ხოლო პირველ ოფიცერს 3 ზოლი. თუმცა სისტემა შეიძლება განსხვავდებოდეს ავიახაზის მიხედვით. ეს არაუმჯობესებს პილოტის უნარებს, მაგრამ ეხმარება აჩვენოს, ვის ეკისრება ყველაზე დიდი პასუხისგებლობა პილოტების კაბინაში. და ასევე აძლევს მგზავრებს ნდობას. სანამ თვითმფრინავი დაიწყებს მოძრაობას, უნიფორმა უკვე ასრულებს თავის პირველ ამოცანას. აჩვენოს, რომ ფრენაზე პასუხისმგებელი გაწვრთნილი ეკიპაჟია. ნომერი 4. ადვილად შესამჩნევი ციხის უნიფორმა ყველა პატიმარი შეერთებულ შტატებში არ ატარებს ნარინჯისფერ ფორმას. არსებობს ციხეებიც, სადაც იყენებენ ხატისფერს, მწვანეს, ლურჯს, თეთრს ან ზოლიან უნიფორმებს. ნარინჯისფერს იყენებენ იმიტომ, რომ ადვილად შესამჩნევია და რთულია დამალვა უმეტეს ადგილებში. როცა პატიმარი გარბის, მას უფრო მარტივად ამოიცნობენ მცველები და საზოგადოება. ერთნაირი უნიფორმებიც ეხმარება სწრაფად გაარკვიონ, ვინ არის პატიმარი და რომელი უსაფრთხოების ჯგუფს ეკუთვნის. ზოგიერთ ათასებულებაში ფერი განსხვავებულია პატიმრის კლასიფიკაციის ან ციხის ნაწილის მიხედვით. მაგრამ ფილმებისა და ტელევიზიის გამო ნარინჯისფერი კომბინიზონი გახდა ამერიკაში პატიმრების ყველაზე ცნობილი სახე. ეს უბრალოდ ანსაცმელი არ არის. ის გამოიყენება იდენტიფიკაციისთვის, უსაფრთხოებისთვის და ციხის შიგნით და გარეთ სწრაფად ამოსაცნობად. ნომერი 3. მატადორის ნათოლფერი უნიფორმა ეწოდება ტრახე დე ლუსესი, ანუ სინათლის კოსტიუმი. მას აქვს მეტალის ძაფით, პაიეტებითა და მძივებით ნაქარგი, რომლებიც ანათებს სინათლეზე მოხვედრისას. ხელით მზადდება და ზუსტად მატადორის სხეულზეა მორგებული. უნიფორმა მძიმე და ვიწროა, ამიტომ მისი ჩაცმაში სხვები ეხმარებიან. ხისტი ჟაკეტი ასევე ეხმარება მატადორს არენაზე სხეულის სწორად დაიჭიროს. მისი ფასი შეიძლება რამდენიმე $1000-საც კი აღწევდეს, დამოკიდებულია ქსოვილსა და დიზაინზე. თუმცა ეს ფორმა არ არის შექმნილი იმისთვის, რომ მატადორი ხარის რქებისგან დაიცვას. მისი მთავარი მიზანი არის, რომ ხარის ბრძოლა უფრო გრანდიოზული და თვალშისაცემი გახადოს. ნომერი 2. ლონდონის კოშკის პიფიტერები, ეგრეთ წოდებული იეომანი მცველები, რომლებიც უფრო ცნობილები არიან როგორც პიფიტერები, ლონდონის კოშკის ცერემონიული მცველები არიან. ისინი მსახიობები არ არიან. ისინი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ყოფილი უფროსი წევრები არიან, რომლებსაც აქვთ ხანგრძლივი სამხედრო სამსახური და კარგი რეპუტაცია. ისინი თავიანთ ოჯახებთან ერთად თავად კოშკში ცხოვრობენ, ისინი იცავენ ისტორიულ ადგილს, ატარებენ ექსკურსიებს და ეხმარებიან სამეფო ძვირფასეულობის დაცვაში. მათ აქვთ მუქი, ლურჯი და წითელი უნიფორმა ყოველდღიური მოვალეობისთვის. მნიშვნელოვანი სამეფო ღონისძიებების დროს ისინი იცვამენ უფრო მდიდრულ სკარლეტისა და ოქროს უნიფორმას. ისინიც მონაწილეობენ გასაღებების ცერემონიაში.
ეს არის საღამოს ფორმალური პროცესი, როდესაც კოშკის ჭიშკრები იხურება და იკეტება ტრადიციით, რომელიც უკვე 700 წელზე მეტია ტარდება. არ არის ზუსტად ცნობილი, საიდან მოდის მეტსახელი ბიპიტერი. ერთ-ერთი ცნობილი ახსნა ასეთია. ადრე მათ უფლება ჰქონდათ ეჭამათ ხორცი სამეფო სუფრიდან. ნომერი 1. ფორმულა 1-ის ცეცხლგამძლე სარბოლო კოსტიუმი. ფორმულა 1-ის მრბოლელის სარბოლო კოსტიუმი შექმნილია იმისთვის, რომ მისცეს მას მნიშვნელოვანი დრო გაქცევისთვის, თუ მისი მანქანა დაიცვის. ის დამზადებულია ცეცხლგამძლე მასალის მრავალფენიანი სტრუქტურით, როგორიცაა ნომექსი. მისი დაცვა, დნობა ან კანისთვის მიწებება ადვილი არ არის. ცეცხლგამძლე მხოლოდ კოსტიუმი არა. აქვე შედის თეთრეული, ბალაკლავა, ხელთათმანები, წინდები და ჩექმები. ძვოლი მთლიანად დაფარულია თავიდან ფეხებამდე. თითეული კოსტიუმი ინდივიდუალურად მზადდება. კოსტიუმი უნდა იყოს ზუსტად ზომაზე, რომ ძღოლს თავისუფლად შეეძლოს მოძრაობა და საგანგებო სიტუაციაში სწრაფად გამოვიდეს კაბინიდან. ამჟამინდელი FIA-ის უსაფრთხოების სტანდარტის მიხედვით, ქსოვილი, ნაკერები და მისი სხვა ნაწილები მკაცრად მოწმდება ძლიერი ცეცხლისა და სიცხის მიმართ. ეს ვერ დაიცავს მძღოლს დიდხანს, მაგრამ რამდენიმე დამატებითი წამი შეიძლება საკმარისი იყოს, რომ მან შეიხსნას ხვედი, გამოვიდეს მანქანიდან და მოშორდეს ადგილს. პოი